საერთოდ გვჭირდება ჯარი, ანუ რუსეთს რომ მოუნდეს ხომ მაინც გადაგვივლის. ხო, სამწუხაროდ საქართველოშიც ბევრს აქვს მსგავსი აზრი. თუმცა ამ ვიდეოში მინდა მოგიყვეთ იმ სტრატეგიაზე და გზაზე, რომელსაც ბევრი პატარა ქვეყანა იყენებს წარმატებით. და არა მარტო ქვეყნები, ასევე პატარა ცხოველები თუ მცენარეები. ამ სტრატეგიას შხამიანი ბაყაყის სტრატეგიას ეძახიან. წარმოიდგინეთ პატარა ფერადი ბაყაყი. მას რანიტომეია ამაზონიკა ქვია და როგორც სახელიდან მიხვდებოდით, ის ძირითადად ამაზონის ჯუნგლებში ბინადრობს. მას არ აქვს არც დიდი ეშვები, არც ეკლები, არც დიდად სწრაფად დარბის, მაგრამ მტაცებლებმა იციან ერთი რამ. თუ კი მას შეჭამენ, ან მოკვდებიან, ან იმდენად ცუდად გახდებიან, რომ მეორედ ამ ბაყაყის შეჭმას არასოდეს ეცდებიან. მისი შეფერილობაც ამ სტრატეგიიდან გამომდინარეობს. თუ კი სხვა ცხოველები პირიქით გარემოსთან ცდილობენ შერწყმას, რენიტომეა ამაზონიკას პირიქით. სწორედ იმიტომ აქვს ესეთი განსხვავებული ფერები, რომ არც ერთ მტაცებელს არ აერიოს ის რომელიმე სხვა ცხოველში. და ზუსტად ამ პრინციპზე იყო და დღემდე არის აგებული ძალიან ბევრი წარმატებული ქვეყნის თავდაცვის სტრატეგია. ისინი შხამიანი ბაყაყის მსგავსად პოტენციურ აგრესორს უგზავნიან ძალიან მკაფიო გზავნილს. შენ ჩემზე დიდი ხარ, შენ შეგიძლია ჩემს ტერიტორიაზე შემოჭრა, მაგრამ ამის ფასი შენთვის იქნება კატასტროფულად დიდი. და რა შეიძლება ეს შხამი თუ ეკლები იყოს ქვეყნის თავდაცვისთვის? პირველი, ეს რაღაც თქმა უნდა არის ტოტალური თავდაცვა. ანუ ეს ნიშნავს არა მხოლოდ არმიის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის სრულ მზადყოფნას წინააღმდეგობისათვის. აქ შედიან ინჟინრები, ექიმები, ფერმერები, რომლებიც არა მარტო მზად არიან, არამედ ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ კრიტიკულ შემთხვევაში. მეორე კი არის მასიური რეზერვი, ანუ 100,000-ობით აღჭურვილი და გაწვრთნილი მოქალაქე, რომელსაც იარაღი შეიძლება სახლშიც კი ედოს და მობილიზება სულაც რამდენიმე საათში ახერხებს. მესამე კი არის თანამედროვე და სწორი ჭკვიანური შეიარაღება. აქ არის გულისხმობა დიდი ზომის და ძვირადღირებული შეიარაღება. პირიქით მსგავსი არმიების მთავარი უპირატესობა სწორედ იაფიანი, მსუბუქი და ადვილად გადასატანი 1000-ობით იარაღის ქონაა. აქ შედის გადასატანი ტანკ თუ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, მსუბუქი артиლერია, ნაღმები და რა თქმა უნდა, დრონები, რომლებსაც შეუძლია მილიონიანი ტექნიკების ადვილად განადგურება. მეოთხე კი ეს არის გეოგრაფიის გამოყენება. სწორედ ამიტომ ეს ქვეყნები ცდილობენ საკუთარი გეოგრაფიის მდებარეობის მაქსიმალურად გამოყენებას შესაბამისი თავდაცვის ინფრასტრუქტურის აშენებით. ხო, ამ სტრატეგიის მიზანი არ არის ომის მოგება კლასიკური გაგებით. მისი მიზანია ომის თავიდან აცილება იმის ჩვენებით, რომ პოტენციურ აგრესორს გამარჯვებაც კი ბევრ დამარცხებაზე ზვირი დაუჯდება. ეს არის სტრატეგია, რომელსაც როგორც წესი ირჩევენ პატარა, მაგრამ თავისუფლების მოყარე ამაყიერები, რომლებიც მზად არიან იბრძოლონ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. თუ გაინტერესებს მსგავსი ქვეყნების კონკრეტული მაგალითები, გამოიწერეთ ჩემი გვერდით და კონკრეტულ ქვეყანაზე უკვე შემდეგ ვიდეოში მოვყვებით.